იცოდი, რომ არსებობს ქალაქი, სადაც ყოველ წელს 8 დეკემბერს ფანჯრების ანთლებით ინთება. დღეს ერთ ლამაზ და საოცარ ტრადიციაზე მინდა მოგიყვეთ. ლიონში ეს არის ლუმიერის დღესასწაული. ლიონელებისთვის ძალიან საყვარელი დღე. ეს ტრადიცია დამკვიდრდა 1852 წლიდან. არის ქრისტიანული დღესასწაული ტრადიცია. და ქალწული მარიამის საპატივცემულოდ აღინიშნება. ხალხური ტრადიცია დროთა განმავლობაში იქცა დიდ ტურისტულ მოვლენად. კერძოდ 1999 წლიდან დღესასწაული ყოველწლიურად 4 დღის განმავლობაში გრძელდება. ყოველთვის 8 დეკემბრის გარშემო ხდება ეს ყველაფერი, რადგანაც 8 დეკემბერი წარმოადგენს ამ ღონისძიების ტრადიციულ თარიღს. 4 ღამე, როცა სინათლე ხელოვნებად იქცევა ქალაქის სცენად და ქუჩები ისტორიად, მართლაც საოცარია ამ დროს ქალაქში გასეირნება. ქალაქი სავსეა როგორც ადგილობრივებით, ასევე ტურისტებით მთელი მსოფლიოდან. ლუმიერის დღესასწაულის დროს ქალაქის ცენტრი მთლიანად იკეტება. ავტომობილებით გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ წელიწადში მხოლოდ 1 დღის განმავლობაში 8 დეკემბერს კერძოდ საღამოს ლიონში მეტრო სრულიად უფასოდ მსახურება მგზავრებს, რაც ძალიან სასიამოვნო და პრაქტიკულია. თითქმის ერთ საღამოს შეგიძლიათ ნახოთ და განიცადოთ ყველაფერი. განათებული ქუჩები, ინსტალაციები, ქალაქის ენერგია. ლიონი ამ დღეს უბრალოდ ქალაქი აღარ არის, ის ერთ დიდ ცოცხალ სანახაობად იქცევა ხოლმე. ეს დღესასწაული ჩემთვის ორმაგად ძვირფასია, რადგან 8 დეკემბერი ჩემი შვილის დაბადების დღეა, 7 დეკემბერი კი ჩემი და ყოველ წელს ამ ყველაფერს სიტყვით ვუყურებ და ღიმილით ვფიქრობ რა ლამაზი დამთხვევაა. თითქოს ეს ქალაქიც ამ დღეებს ჩვენთან ერთად ზეიმობს. წელსაც არ გამოვტოვეთ ტრადიცია და გავედით 7 და 8 დეკემბერს. ხალხი მართლაც აუარებელი იყო, მთელი ქალაქი მოძრაობდა. პირველად წავედით სონის სანაპიროსკენ, ღამით წყლის ზედაპირზე შუქების ანარეკლი საოცარ ატმოსფეროს ქმნის, თანაც ნაკლები ხალხი იყო და ბევრად უფრო სასიამოვნო იყო სპექტაკლის ყურება. შემდეგ სენ-ჟანის კათედრალისკენ გავემართეთ, მაგრამ მოედანს როდესაც მიუახლოვდით, ვიგრძენით, ჭედვაში ვექცეოდით და უკან გამობრუნდით. ხიდზე ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. გზაში ესეთი ორიგინალური საინფორმაციო პუნქტს გადავეყარეთ, რომ უბრალოდ გულგრილად ვერ ჩავოვლიდი. რა თქმა უნდა, დავაგემოვნეთ ტრადიციული ცხელი ღვინო, შემწვარი წაბლი და ამ ყველაფრის გემოებით და განათებული ქალაქის ემოციით სავსე დავბრუნდით სახლში. უფრო მეტი კადრების გადაღება მინდოდა, მაგრამ იმდენად ბევრი ხალხი იყო, რომ ვერ ვახერხებდი ყველაფრის გადაღებას. იმედია მოგეწონათ ჩემი მოკლე ვლოგი.